თურმე ესრას ნებართვის გარეშე ბავშვის ნახვა არ შემიძლია, გესმის? ძმაო, მომიცი რომ ასეთი მარტივი არ იქნება. იქნება ესრას მისცე უფლება გადაწყვიტოს. უფლება მისცე გადაწყვიტოს ესრას? სერიოზულად მეუბნები მუსა? თავისი უფლებები ზედმეტად გამოიყენა. ამიერიდან ყველაფერი ისე იქნება როგორც ვიტყვი. ჩემ შვილს მის გარეშე ვერ ვნახა? კარგი, მაგრამ ნებისმიერ დროს როცა ვეტყვი, ატლას თვითონ მომიყვანს. კარგი ძმაო, მე წავალ საქმეს მივხედავ და დაგირეკავ. ჩემო უბედურო მეგობარო, რა მოხდა? ჩემო საბრალო მეგობარო. ყველაფერი გავიგე ნერიმანისგან. ყველაფერი ვიცი, მაგრამ შენ ზუმრუდ კორფალი ხარ, არ დანებდები. ნერიმან, მაინც გითხრა რა. როგორ ვთხოვე არავისთვის არაფერი მოეყოლა, განსაკუთრებით შენთვის. უთხარი მენექშეს ძალიან ვუყვარვარ და ძალიან ინერვიულებს მეთქი. ნუ ნერვიულობ. შეგიძლია სარმა გამიკეთო, ძალიან მომინდა. მართლა არ მინდა ამ ქვეყნიდან მშიერი წავიდე. მერე სინდისი არ მოგასვენებს. რა პრობლემა? ნახე, დილიდან ჩემი ხელით მოგიმზადე წამალი. ყველაფრის მკურნალია, სიკვდილსაც კი შველის. თლიანად უნდა ჭამო. ეს რა არის? შეკერგოს. რა არის? რა სუნი აქვს? რა არის? ჭამე წამალია. პირი მეწვის, ყურებიც. ეს რა არის? ვკვდები. არა, პირიქით, ცოცხლდები ზუმრუდ. ახლა სამაჯურის ჯერია. ყველაფერი ხომ ოქროს გამო დაგემართა? გაჩერდი? არა, ჩემს პატარებს არ მოვიხსნი. რასაც გინდა იმას გავაკეთებ, ოღონდ გთხოვ, ჩემი პატარები არ წამართვა. ზუმრუდ, ავად არ ხარ? ავად ვარ, ვკვდები. მაშინ მოიხსენი. მიდი მომეცი. მიდი. ესეც მომეცი. შენი პატარები მომეცი. მოიცადე არ გეტკინოს. აი ასე. ესეც ასე. ამას დავიტოვებ რა. არა ძვირფასო რას ამბობ, ამას მე შევინახავ. აი ასე. დაჯექი მეგობარო. ფეხზე გაიხადე. წამოწექი. აი ასე. დაწექი და არადგე, გესმის? ფეხზე არადგე. ბაზარში უნდა წავიდე. არანაირი ბაზარი. რა საქმე გქონდა, მითხარი და მე მივხედავ. სადმი გაქვს? შენზე ცუდად მოქმედებს. ხომ იცი შენი კარგად ყოფნა მინდა. ახლავე გაგიკეთებ ბოსტნეულის სალატს და პიურეს. უცხიმოდ უნდა მიიღო ყველაფერი, ხომ იცი? მე გიმკურნალებ ზუმრუდ. მე მოგარჩენ. მე უნდა მოგარჩინო. ესრა, როგორი ქალი ყოფილხარ? კარგად მალავდი სიმართლეს, ყველაფერი გავიგე. მერე, ახლა რას აპირებ? არაფერს. სწორედ ეს არის საინტერესო. ალბათ ახლა ელოდები, რომ ოზანი მიგვატოვებს და შენთან გამოიქცევა. მაგრამ სულ ტყუილად. არავისგან არაფერს ველოდები ჩეკლა. ასე რომ იყოს ოზანს თავიდანვე ვეტყოდი სიმართლეს. მადლობა მინდა გადაგიხადო. შენი წყალობით ჩემსა და ოზანს შორის ყინული გადნა. ახლა ვეღარ გიტანს. ერთ მხარეს ესრა, რომელიც ყოველთვის ყველაფერს ატყუებდა და მეორე მხარეს მე, რომელიც მის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. შენი აზრით ვის აირჩევს? იცი, გუშინ ოზანი ჩემთან იყო და ერთად ვივახშმეთ. გონი განქორწინებას გადაიფიქრებს. გილოცავ. ესრა. რჩევა მინდა მოგცე. ჯობს ოზანის მეორე ქალის სტატუსის მიღებას ჩინარს დაუბრუნდე. ჩეგლა, შენ უკანასკნელი ადამიანი ხარ, ვის რჩევასაც გავითვალისწინებ.
თან არ მაინტერესებს ოზანი რას აკეთებს. შენს გამო ყოველთვის გავრბოდი, მაგრამ ახლა წასვლას არ ვაპირებ. როგორც გინდა. მაგრამ ყველაფერი რაც დაგემართება, შენი მიზეზით მოხდება. ოზანის ოჯახი ჩვენ ვართ. შენ და შენი შვილი მისთვის ოჯახი ვერასოდეს გახდებით. პირი გააღე? გააღე პირი? აი ასე. ოჩახ. როგორია? მოგწონს? ძალიან გემრიელია. შეგერგოს. ჭამე. ზუმრუთ. დამელოდე. მე შენ გასწავლი ჭკუას. ყმაწვილო, შენ დამელოდე, კარს მე გავაღებ და მოვალ. ჩინარ, კეთილი იყოს შვილო. გამარჯობა დეიდა მენიქში. შემოდი. არა, მეჩქარება, ატლას დავიყვან და წავა. ატლას? ეს რა ჩემთვის არაფერი უთქვამს? ეს რა მიცის, ალბათ დაავიწყდა. ხო, ალბათ. მამა! შვილო. ჩემო სიცოცხლე. მაშინ თბილად ჩავაც მე ვარ გაცივდეს. მოდი საყვარელო. კარგი, ატლას ჩაიცვი და მერე გავისეირნოთ, კარგი? მოდი. შემოსულიყავი ჩინარ ჩაის ან ყავას დაგალევინებდი. ელიფ, გაუგებრობა მოხდა მართლა. გაიას და ეკოს შორის არაფერია. სიმართლეს გეუბნება, ეკო უბრალოდ მეხმარება. უთხარი ეკოს შენ უყვარხარო. მიდი, ერთი წუთი დამელოდე. კარგი ერენ, გასაგებია. უბრალოდ როდესაც წერილი ვიპოვე, ყველაფერი არასწორად გავიგე. ხო, ელიფ, ხო. ასეთი სიტუაცია. მაპატია? რას ამბობს? მაპატია? ჩემი წამება დასრულდა? ხმა მოიღე, რატომ ხარ ჩუმად? მაინტერესებს რას გეუბნება? ერენ უთხარი დაფიქრდება თქო. ამბობს დაფიქრდებიო. მომეცი ტელეფონი. შემოყვავილო, ასე რატომ იქცევი? ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა, მეტი რა გავაკეთო? კარგი, მეც ვეღარ ვუძლებ უშენოდ ძილს. ძალიან კარგი, სუპერია. კოცნი და მიყვარხარ. მეც კოცნი. კარგი, წავედი. ძლივს რა, ოჩახერენ. ჯერ ყველაფერი გააფუჭე, ახლა გამოასწორე. შენს დამეხმარე ძმაო. რა მალე შეგიმოკლებია წერილი. ამიერიდან უკროს მაკრატელს დაგიძახებ. ხო, პროფესიონალი ვარ. ნამდვილად. ახლა მომისმინე, წადი და წერილი კაბინეტში დაუტოვე. ოღონდ ისე არავინ დაინახოს, კარგი? რა? მე? არა, შანსი არა. გონებას დავკარგავ. არ შემიძლია. არა, არ შემიძლია. გამორიცხულია. ნუ აზვიადებ რა. მაშინ ვინმეს გაატანე. რა პანიკაში ხარ? შენ წაუღე. შვილო, მე? ღმერთო ჩემო. კარგი. ოღონდ არ დაივიწყო, ვინ გიდგას გვერდით. აი ასე. მორჩა, რა უნდა და ამის გაკეთებას? წერილი დადოვე და გამოდი. რა პრობლემაა? ეს რა არის? ეს რა არის? ეკოს შეხედეთ. ცოტა გეთამაშები. თალბატონო, ეს რა გამარჯობა? ბილეთები გამოგიგზავნეთ ბატონი ჩინარი, საზღვარგარეთ რომ მიდის, ვერ ვუკავშირდები. მიიღეთ? ერთი წუთით. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ატლასთან ერთად ლონდონში ხომ ბრუნდებიან. 1 საათში ფრენა აქვთ. ბილეთები ვუყიდე. ერთი წუთით ვერაფერი გავიგე. ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. ვერც მე მივხვდი რა ხდება. კარგი, მადლობა. ჩინა რას აკეთებ? ჯანდაბა, ჩინა რას აკეთებ? გისმენეს რა? დედა ატლასი შენთან არის? არა, მამამისი მოვიდა და წაიყვანა. მითხრა ეს რამ ყველაფერი იცისო.
თბილად ჩავაცვი, ნუ გეშინია არ გაცივდება. ნეტავ გენახა როგორ ჩაეხუტა მამას. კარგი დედა, კარგი დაგირეკავ. ღმერთმა დასწრებლოს. ღმერთმა დასწრებლოს. მიპასუხე ჩინარ, მიპასუხე, აიღე ტელეფონი. ეს რა ხდება? ჩინარს ატლასი ლონდონში მიყავს. რა? მოგწონს საყვარელა? კი, ძალიან გემრიელია. შენთვის სიურპრიზი მაქვს. ახლა კარგად ჭამე, მერე წავიდეთ, თვითმფრინავში ჩავსხდეთ და ლონდონში გავფრინდეთ. დედა როდის მოვა? დედას საქმეები აქვს შვილა. მიხედავს და ჩამოვა. დედაც წამოვიდეს რა. ატლას. დედა ჩამოვა. მაგრამ ჯერ საქმეები აქვს. მეგობრები არ მოგენატრა? დედასთან მინდა სახლში. არა ატლას. სახლში არ წავალთ. მე და შენ ერთად გავფრინდეთ თვითმფრინავით. აეროპორტში სათამაშოებს გიყიდი, არ გინდა? არ მინდა. მოდი საყვარელა. მოდი. არ მპასუხობს ოზან. ჩინარ მიპასუხე. მივასწრებთ. ოზან, რა ხდება? ჩინარს ატლასი ლონდონში მიყავს. ერთი წუთი დარწმუნებული ხარ? ჩემთვის არაფერი უთქვამს. დარწმუნებული ვარ ჩეგლა. თუ დაგირეკავს უთხარი გაჩერდეს, თორემ მოვკლა. გეფიცები მართლა მოვკლა. ჩინარს შეხედეთ. უჩემო დაგეგმა ყველაფერი. ჩაბლა. შენ გეძებდი. როგორც იქნა შევხვდით. დროა ვილაპარაკოთ. რა სიტყვი? რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ეკრამ, გაია? ამაზე რატომ ცდები? შეეშვი სტაჟიორებმა ისწავლონ ამ საქმეზე. მშვიდობა? შენ უფრო მეტი შეგიძლია. ასე ფიქრობ? გავიგე. მე წავალ ვიმუშავებ. უამრავი საქმე მაქვს. უნდა გავიქცე. მორცხვი კაცები კიდევ დარჩნენ? ეკო. ერენ, მოიცადე. ერენ. წერილში შენი სახელი არ დაწერე? არა? ჯანდაბა, ხედავ? დამავიწყდა. ნერვიულობისგან გამომრჩა. რას აკეთებ, შვილო? ანონიმურ წერილებს ვიღაც წერს. რატომ არ დაწერე შენი სახელი? მერე რა? შვილა, მე მიკეთებ ამას. ძლივს დავალაგე ყველაფერი ოჯახში. ვერ ხვდები რაზე ამბობ? ნახე, გაია მოდის. მომეცი სწრაფად, წავედი. წარმატებები. კარგად. ეკოს დარჩა. გადაეცი. კარგი. რა ლამაზი ქალი. მე ჩინარს არ ვგავარ, თუ გამოძიება ჩაატარე გეცოდინება. ვიცი რა თქმა უნდა, მაგრამ აქ შენს დასაშანტაჟებლად არ მოსულ ვარ ჩეგლა. მინდა ერთმანეთს დავეხმაროთ. მეგობრები მჭირდება კომპანიაში. არ ამგონია ახალი მტერი გინდოდეს. რატომ უნდა გენდო? ვერ მენდობი. სწორედ ისე როგორც მე. მაგრამ მგონი სხვა გზა მაინც არ გაქვს. სასამართლო როდის გაქვთ? ხვალ არა? რა გინდა ჩემგან? მისმინე ჩეგლა. ოზანი ჩემს გზებზე ქვებს ყრის. შენი წყალობით ამ ქვებს მოვიშორებ. დირექტორთა საბჭო დაარწმუნე აქციების გაყიდვა გააოფიციალურონ. შენ უნდა დამეხმარო ამ საკითხში. არა ოზან, არა, ასე ვერ მოვასწრებ, ცოტა დაუჩქარებთ ხო?
Გარგი ესრა, დრო გვაქვს, დამშვიდი. ჯანდა ბაღმერთმა დასწრებლოს. ატლასის პასპორტი როგორ დაგრჩა? არ დამრჩენია რაღაცები დავტოვე. ამას როგორ ვიფიქრებდი? ვერც კი წარმოვიდგენდი თუ წაიყვანდა. ღმერთო ჩემო. შვილო, ნუ ხარ მოწყენილი. დედასთან მინდა. მისმინე? ლონდონში რომ ჩავალთ, შენ საყვარელ პარკში წავიდეთ, კარგი? არ გინდა? არ მინდა. დედასთან მინდა. შვილო, ხომ გითხარი, დედა მერე ჩამოვა. ყველაფერი ძველებურად იქნება. შენ არ ინერვიულო, კარგი? არ გამოვიდა. არაფერი გამოვიდა, რა ვქნა? მიდი. რა ვქნა ახლა? მიდი რა. მოდი. მობრძანდით? ეკრემ, გაია. ცოტა მორცხვი ხარ. საერთოდ არა. არა, ამცხვენია. მე მორცხვი კაცი საერთოდ არ ვარ. ასეთ წერილს მწერ და თან გრცხვენია. ხო, ჩანს თითქოს მე დავწერე, მაგრამ ასე არ არის. არ არის ასე, მართლა. აბა როგორ არის? ჩემი წერილი არ არის. შეგიძლიათ ცოტა გაიწიო? სოციალური დისტანცია დავიცვათ. ჩემი სიყვარული, ჩემი სულელი ქმარი, როგორ გაუხარდება ჩემი ნახვა. ეკო? ჩემო მეუღლევ? გამოვიცნობ, შენ გაია ხარ, ხო? შენს ნივთებს გამოგიგზავნი ეკო. ელიფ, მოიცადე. გისმენ დედა. ესრა, აღელვებული მეჩვენე წინა საუბრის დროს და დასამშვიდებლად გირეკავ. ჩინარმა ატლასი მოიყვანა. რა, მართლა? ო, ვერ ხვდები, რატომ გაგიკვირდა, რა ხდება? არაფერი დედა, ჩინარი სად არის? სახლში წავიდა. კარგი, საღამოს ვილაპარაკოთ. რა ხდება? ჩინარმა ატლასი დედასთან დატოვა. გავგიჟდები. თვითონ სად არის? არ ვიცი, სახლში წავიდა. გარგი, სახლში წაგიყვან. მერე ჩინარს დაველაპარაკები. არა, ოზან, ისედაც იჩხუბეთ, კონფლიქტები არ მჭირდება. ესრა, აბა რა ვქნა? დავივიწყო, თითქოს არაფერი მომხდარა. ხო, ჩინარს მე დაველაპარაკები. იალჩინ, ძალიან მაინტერესებს ზუმრუტის სახე ამას რომ ნახავს. ხომ არ აზვიადებ? ბაზვიადებ? იმასთან შედარებით რაც გააკეთა ეს არაფერია. მართალი ხარ, ბროკოლიც დაამატე. შეგჭამ. სად გავჩერდით? აბა, ისე უნდა გავიდე რომ მენექშენ ვერ დამინახოს. მიდი ზუმრუტ. რას აკეთებ, ავად არ ხარ? რატომ ადექი? არა, სახლში შედი? არა, არ შემოხვიდე. საწოლში დაწექი. ბაზარში უნდა წავიდე. რას ამბობ, ავად ხარ? გამიშვი, უნდა ვჭამო, მშია. გამიშვი. არა, ჩემო სიცოცხლე. ამაზე უკვე ვიფიქრე. ნახე? ჯანსაღი სალათი მოგიტანე, ცხიმის და მარილის გარეშე. ეს რა არის? ამას ვერ შევჭამ ამ საზიზღრობას. ეს არ გავიგო. ბოლომდე ჭამე, მიდი. ყველა ერთად დავამარცხებთ შენს დაავადებას ზუმრუთ. ყველა ერთად გავუმკლავდებით. არ მინდა. არა, არ მინდა, არ შევჭამ. არ შევჭამ, აღარ შემიძლია. ყველაფერი კარგადაა, კარგად ვარ.
ყველას დაგმარხავთ და მე მოვკვდები. ისე კარგად ვარ? ზუმრუთ? ავადმყოფობის შესახებ მომატყუე არა? ასე ნუ დავარქმევთ უბრალოდ მეთოდი შევცვალე. მეთოდი? რა მეთოდი? ის არ გეყო რომ მანერვიულე, საჭმელები მაკეთებინე და სახლი მალაგებინე, იატაკებიც მომარეცხინე. ხო, ყველაფერი გამაკეთებინე. ხო? ხო, შენი ბრალია ის კაცი რომ შემომტენე. ვერ ვიშორებ, მირეკავს, წერს, სახლთან მოდის, დაიმსახურე და იმიტომ მოგატყუე. ეგეთი და იგივეა? ხო, მოგკლავ. რა ხდება ბაბუა? არაფერი ბატონო ატლას. ყურადღება არ მიაქციო, იჩხუბებენ და მერე დამშვიდდებიან. მოდი ჩვენ საქმეს მივხედოთ. სად გავჩერდით? ძმაო, გირეკავდი და არ მიპასუხე. მერტი ვიპოვნე ძმაო. ოჩახ მუსა, სად არის? ჩავიწერე. აი აქ. კარგი, მადლობა. წავალ დაველაპარაკები და გავარკვე ჩემ შვილთან რა უნდოდა. ჩინარ, რას აკეთებ? რას ნიშნავს ატლასის წაყვანა? ეს რა, ერთი წუთით, ნუ ბრაზო. რას ნიშნავს ნუ უბრაზობ? რაღაც უნდა გითხრა. განქორწინების საბუთებს ხელს მოვაძერ და ლონდონში წავა. მორჩა. ჩინარ ეს იმას არ ცვლის რაც გააკეთე. კინაღამ გავგიჟდი. ამიხსენი რას აკეთებ? ეს რა, ვიცი რომ შეცდომა დაუშვი. მეგონა წასვლა გამოსავალი იყო. შენ შეგაშინე და ატლასიც. ბოდიში რა. იდიოტი ვარ. ჩინარ, რაც არ უნდა მოხდეს. არასოდეს დავივიწყებ, რაც ჩემთვის და ატლასისთვის გააკეთე. ამას ძალიან ვაფასებ. ეს რა, მე იმაზე მეტი რამ დაგიმალე, ვიდრე წარმოგიდგენია. არც ისეთი უდანაშაულოა, როგორც ვფიქრობ. მერტზე მართლები იღავით. რა? ოზან? უნდა ვილაპარაკოთ. მაგრამ ამჯერად სიმართლის მოსმენა მინდა. გამარჯობა ოზან. გამარჯობა. გამარჯობა. გუშინ ერთად ივახშმეთ. დღეს ასე ხვდებით. იმ წელს არ გავხართ რომელიც ჩორდება. ვნახოთ. იქნებ უარი თქვას. იმედია ყველაფერი ისე იქნება როგორც გინდა. ოზან გორფალი. ჩეგლა ილმას გორფალი. ყველაფერი გავითვალისწინეთ. თუ რამე გაქვთ სათქმელი, გისმენთ. მე მინდა რაღაცის თქმა ბატონო მოსამართლე. გისმენთ? მე ჩემი ქმარი ძალიან მიყვარს.
და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქორწინება მეორე შანსს იმსახურებს. ბატონო მოსამართლებ, კიდევ ერთი მოწმე გვყავს. გარეთ გველოდება, თქვენი ნებართვით მასაც მოვუსმენთ. რა თქმა უნდა, დაუძახეთ. დაუძახეთ მოწმეს. ვინ მოწმე? არ ვიცი. ვინ ეწერა ebro? არ ვიცი. ფაილები არ შეისწავლე? რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვიცი რა ხდება ჩეგლა. მერტ? რა მოხდა? გეგონა აღარასდროს გამოჩნდებოდა? ოზა, დასრულდა. ყველაფერი ვიცი. მორჩა. 6 თვის შემდეგ. ატლასმა რთული პერიოდი გადაიტანა, მაგრამ ბოლო თვეა მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა. თავის მეგობრებთანაც აღადგინა ურთიერთობა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან კარგია. ჩვენც ასე ვფიქრობთ. დიახ, ჩვენთვის ატლასის სიმშვიდე და ბედნიერება ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ძალიან კარგი მშობლები ხართ. სხვა ოჯახებთან მაგალითად მომყავხართ. დიდი მადლობა. ეს რა იყო? ხელი რატომ მომკიდე? მომენტს ხელიდან არ უშვებ? ჩემ როლს მუშაობ ეს რა როლს? ატლასის გამო თორემ მეც არ მინდა შენი შეხება. რა საჭიროა დირექტორთან სიყვარულის მტკიცება? იქნებ დაიჯეროს? ეს ბეჭედი ძლივს გავიკეთე. საერთოდ არ მინდა შენთან ლაპარაკი და შენი დანახვაც. ეს მე გავიკეთე ძალით ბეჭედი ჩემი შვილის გამო. თითქოს მე მინდოდა შენი ცოლობა კიდევ ერთხელ. ძალიან კარგია თუ ასეა, რადგან ჩემგან პატიებას არ დაელოდა. არასდროს გაპატიებ. მე არ გაპატიებ, ბოდიშს არც მოგიხდი. სულ გაგიჟდა. და კიდევ. ასე ხმამაღლა ნულაპარაკობ. თორემ ორ დღეში ისევ დამიწყებ დევნას. ვინ? მე? იოცნებე ეს რა. იცი რა? ჯობს ემოციებს არ აყვე იმის გამო, რომ ერთად ვცხოვრობთ. შენს გვერდით მშვიდად ყოფნა ისედაც შეუძლებელია. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ყველაფერს ატლასის გამო ვაკეთებ. მეც. ძალიან კარგი. დილამშვიდობისა ძმაო, დილამშვიდობის. ახალი ასისტენტი მოვიდა. გელოდება. კარგი მოსა შეუძლია შემოვიდეს. გამარჯობა ბატონო ოზან. ფრთხილად. დიდი ბოდიში, ერთი წუთით. ახლავე მე თვითონ ავკრებ. ბოდიში. კარგი, არა უშავს, დამშვიდი. კარგი. ბოდიშს გიხდით. ამას ავიღებ, მჭირდება. კარგი. აქ დავდებ. რა თქმა უნდა. ბოდიში. კეთილი იყოს. მადლობა. ცოტა ღელა. არა უშავს, მიეჩვევი. მადლობა. ესეც ასე. რუია. ერთი სკოლა დაგვიმთავრებია. დიახ.
უნივერსიტეტიც წარჩინებით დაგიმთავრებიათ. დიახ, მაგისტრატურაზეც მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მამა წავიდა და ვერ შევძელი. მუშაობდი და სწავლაც გადაიდო. გასაგებია. ამ კურსის დამთავრება ძალიან რთულია. რეკომენდაციაც დამაკმაყოფილებელია, მომწონს. დიდი მადლობა. ისე ვავღელდი ბატონო ოზან. ბატონო ოზან, ძალიან მჭირდება ეს სამსახური და ვფიქრობ, რომ ჩემს მოვალეობებს თავს გავართმევ. დარწმუნებული ვარ, უკეთესი კანდიდატებიც გყავთ, მაგრამ ძალიან შრომის მოყვარე ვარ და მიჯერეთ. გასაგებია, რუია. სულ ეს იყო. შეგიძლიათ წახვიდე. კარგი, მადლობა. ბატონო ოზან, ძალიან გამიხარდა თქვენი გაცნობა. ნახვამდის. ნახვამდის, რუია. Esra, ben o zaman bunları konfirm edip hepsini gönderiyorum mail olarak. Tamam. Senin için bir sıkıntı var mı? Yok yok ama aldığım notları işlemeyi unutma olur mu? Tamam, hepsini düzeltiyorum. Tamam sağ ol. Görüşürüz. Bir şey mi რამის soracaksınız? კითხვა გინდოდათ? გასასვლელი ვერ ვიპოვე. Aa çıkış. ხო, Ya, ცოტა evet, დიდი biraz ოფისია. karışıktır burası. Şimdi აქედან buraya გავხვალთ და çıkacaksınız. დერეფანს 30 გავუყვებით. bir koridor var, ლიფტში hatırlıyorsunuz შეხვალთ და oraya პირველ geldiğiniz სართულზე yer. ჩახვალთ. Oradan sağa dönün zaten girişi yani çıkışı görürsünüz. კარგი, მადლობა ქალბატონო ესრა. Adım nereden? საიდან იცის ჩემი სახელი? Alo. გისმენ? Evet. ხო, მე ვარ. Gerçekten. მართლა? Çok sevindim. ძალიან გამიხარდა. Ne zaman როდის başlayacağım? დავიწყებ? Tabii. რა თქმა უნდა. Tabii, olur. რა თქმა უნდა. Tamam çok ხვალვე, teşekkürler. კარგი Görüşmek დიდი üzere. მადლობა დროებით. Anne. დედა. რუია. სამსახურში მოეწყე? Tabii ki. რა თქმა უნდა. Benim kızım. ოჩახ, ჩემი ჭკვიანი გოგო. Akıllı kızım benim anlat nasıl oldu? Tam tahmin ettiğim ხო, gibi. ყველაფერი ისე იყო, როგორც ველოდი. მომიყევი. Babamın evi terk როცა ettiğini ვუთხარი, söylediğinde მამამ მიგვატოვა მეთქი, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მინდოდა. ჩემი ჭკვიანი გოგო. ვიცოდი. Şimdilik ახლა Ozan ოზან konsolunun კორფალის asistanı ასისტენტი ვარ. Ama yakın. მაგრამ მალე Her şey. მისთვის ყველაფერი გავხდები. Tabii önce მანამდე hayatından ერთი çıkarman ადამიანი gereken უნდა biri var. ჩამოვიშორო გზიდან.